წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის შემდეგ ბათუმი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის მოლოდინშია. ზღვისპირა ქალაქისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ჯაზ ფესტივალი წელს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და სანახაობრივი იქნება. Yellow Jackets და Macy Gray სხვა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მელომანებისთვის ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებენ. პირველად საქართველოში და მხოლოდ ბათუმში აღჟღერდება კომპოზიციები გოსპელის სტილში. დროს რეპორტაჟი ფესტივალის გახსნამდე 2 დღით ადრე. ბათუმი შავი ზღვის ჯაზ ფესტივალისთვის ემზადება. წელს უკვე მეხუთე ზღვისპირა ქალაქი მელომანებს ჯაზის 6 დაუვიწყარ საღამოს პირდება. ფესტივალისთვის სცენას უკვე ამზადებენ ევროპის მოედანზე, სადაც ლექსი ჯაზ ფესტივალის რამდენიმე კონცერტი გაიმართება. ჯაზ ფესტივალს უკვე უწოდეს უპრეცედენტოდ მასშტაბური. წელს მასში მსოფლიოს 11 ქვეყნიდან 21 ჯაზ ბენდი ჩაერთო. ფესტივალი 150-ზე მეტ მუსიკოსს უმასპინძლებს. წელს რადიკალურად შეიცვალა და ბევრად გაიზარდა, იმიტომ რომ სულ არის 3 სცენა. 4 დღის მაგრად 6 დღიანია, რაღაც 8 ჯგუფის მაგრად 22 ჯგუფი ჩამოდის, პირველი Jam Session-ის მეოთხე სცენა დაემატა Take 5-ში კლუბში და უმაღლესი დონის მუსიკოსები ჩამოდნენ როგორც ყოველთვის, შარშანაც ესე იყო და წინა წლებშიც, მაგრამ წელს უფრო ბევრად მეტია და რაც თავარია 80% კონცერტებისა უფასო დასწრებით არის და სცენა უკვე მზად არის პიაცას მოედანზე, სადაც 24 ივლისს Macy Gray იმღერებს. 2 გრემის და 2 MTV-ს მუსიკალურ ჯილდოს მფლობელი მეგავარსკვლავი ბათუმში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს ახურავს. ფესტივალის სტუმრებს შორის ვირტუოზი გიტარისტი სტენლი ჯორდანი ბენდთან ერთად და ლეგენდარული Yellow Jackets არიან. ჯაზ ფესტივალზე წელს პირველად საქართველოში გოსპელის სტილში კომპოზიციებს London Community Gospel შეასრულებს. ჯაზ ფესტივალის ყველა საღამოს Jam Session-ებს კლუბი Take 5 უმასპინძლებს. აქვე შეიძლება ჯაზ ფესტივალის სუვენირების ყიდვას, რომელიც წელს სპეციალურად ჯაზის მოყვარულებისთვის შექმნეს. Take 5-ში Jam Session-ებს ჯაზის ვარსკვლავები მოაწყობენ. ყოველ საღამოს აქ იმპროვიზირებული შოუ მოეწყობა. ყოველ საღამოს მუსიკოსები შეიკრიბებიან Take 5-ში, შესაბამისად იმპროვიზირებული ჯემები გაიმართება. ფესტივალის განუყოფელი ნაწილია, სადაც მუსიკოსები ერთმანეთს იცნობენ, ერთმანეთს თავის შემოქმედებით გამოცდილებას უზიარებენ, შესაბამისად ხალხიც ერთობა. მსოფლიოში ცნობილ შემსრულებლებს წელს ჯაზ ფესტივალზე ჯაზის ქართველი შემსრულებლებით შეუერთდებიან. 19, 20 და 21 ივლისს თბილისი ბიგ ბენდი კონცერტებს ბათუმის ბულვარის კოლონადებთან გამართავს. თბილისი ბიგ ბენდთან ერთად წელს უკვე მეორე ჯაზ ფესტივალზე ბექა გოჩიაშვილი დაუკრავს. სპეციალურად ჯაზ ფესტივალისთვის ამერიკიდან ჩამოდის ბაჩა მძინარაშვილის ჯაზ კვინტეტი. ცნობილ ქართველ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად წელს ფესტივალის სცენა ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებსაც დაეთმობათ. პროგრამა არის ძალიან საინტერესოდ დაკომპლექტებული, იქნება საორკესტრო ნაწარმოებით შესრულებული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის აი ეს პოპულარული ჯაზ სტანდარტები, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს მაყურებელი. 19, 20 და 21 ივლისს გაიმართება ეს კონცერტები ღია ცის ქვეშ, ბულვარის კოლონადასთან. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მეხუთე სეზონზე ბათუმის ქუჩებში კონცერტებს Men in Brass გამართავს. წლევანდელი ჯაზ ფესტივალის რამდენიმე საღამოზე მსმენელთა დასწრება თავისუფალი იქნება. ტრადიციული ფესტივალისთვის ბათუმში უამრავი მელომანი ჩამოვიდა. ჯაზ ფესტივალისთვის ჩამოვედი სპეციალურად ავარჩიე ეს დღეები, რადგან ამ დროს ბათუმში მუსიკალური ფესტივალებით უკვე რამდენიმე წელია გვანებივრებენ. ველოდები ფესტივალს წინდა გემოვნებიანი მუსიკით ავტვე. ეს ნამდვილად კარგი შანსია. რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ამდენი ფესტივალი ჩატარებული იყო ბათუმში და ამას ჩამოყოლოდა ამდენი სტუმარი და დაინტერესებული პირი. დღეს უკვე ბათუმი საზღვაო და საზაფხულო სეზონში აქტიურად არის ძალიან დაწვირთული და ფაქტობრივად იმდენი ღონისძიება ტარდება, იმდენი ფესტივალი დამკვიდრდა უკვე ბათუმში და იმდენმა ფესტივალმა მიიღო ტრადიციული სახე. ლექსი ჯაზ ფესტივალი ბათუმში 19 ივლისს გაიხსნება. საფესტივალო განწყობის შესაქმნელად მუსიკალური შოუები ქალაქის ქუჩებში დილის 11 საათიდან დაიწყება. საღამოს 8 საათზე კი ჯაზ ფესტივალი პიაცას მოედანზე ოფიციალურად გაიხსნება.